ჰეი, კობიაკო, რას აკეთებ? კობიაკო, წადი აქედან. რა სასიამოვნოა. თეჰენ, საყვარელო. რამჭირს ვინ გააკეთა ეს? ჩავიფსი. ბოგდან რა გჭირს? ისე მე მომწონს ასე ხას უსვამ შენი სახის ნაკვთებს ბოგდანში. ძალიან დაბნეული ვარ. იცით მე მეძინა და მე გამეღვიძა და ასე ვიყავი. ასე როგორ საყვარლად? ზატა ეს არ არის სასაცილო, წარმოგიდგენია დედაჩემო რომ დამინახოს ასე? და მე გამეგვიძა ამ წებოვანი ნივთით სახეზე, რომელიც საზისგარი იყო. და ღამით მე ჩავიფსი, წარმოგიდგენიათ? შენ ამით უნდა იამაყო, მაგრამ ძირითადად 10 წლამდე ეს ნორმალურია. არა, ბოგდანში, კაი ხანია, საწოლი არ გამიფუჭებია. უნდა გავარკვიოთ ვინ გააკეთა ეს. მოდით ყველანიზის ჩავიდეთ. კარგი. შენ გააკეთე. არა, შენი ყავი ის ვინც ეს გააკეთა. რადგან მაკიაჟი დაკ მხოლოდ შენ ხარ. მე ნამდვილად არ ვიყენებ ასეთ მაკიაჟს, რადგან ეს არის ცივი ჩრდილი და მე მაქვს ღია კანი, შამათი, შენ კი ალბათ შენი ყავი, რადგან ბლინებს ჭამ. იმიტომ რომ გიყვარს ჭამა. შენ გააკეთე. არა, შენი ყავი. და ის არ გიკვირთ რომ მე ჩავიფსი? ანუ შენ ჩვენი დადანაშაულება გინდა? დავინახე რომ ძილის წინ კოკაკოლას სვამდი და ეს თრიანად შენი პრობლემაა. გასაგებია? და სახეზე მე რაც მაქვს ეს უკვე დასჯადია. ეს თავისით არ მომხდარა, ვიღაცამ ხელი ჭიქაში ჩავაყოფინა და მე ეს თავისით მოხდა. შეგიძლიათ დედას კითხოთ, დიდი ხანია აღარ სვამ. შენ ხარ დამალშავე, არა შენ ხარ. არა შენ. რაზე ყვირით? რას აკეთებთ აქ? ბოგდან. გაჩერდი. როგორ გაიღვიძა დღეს? კარგად, როგორც ყოველთვის ლამაზად, სუფთად, ძალით სავსე. შენ ხავით ხომ არ ჩაგიფსია? შენია გაგიჟდი? 5 წლის შემდეგ ერთხელაც არა. რამე წებოვანი ამ ცოსავი ხომ არ იყო შენ სახეზე? ცოტა დერწყვი იყო, მაგრამ ზუსტად არ ვიტყოდი რომ საშინელი იყო. მაკიაჟი შენით გაიკეთე თუ ასე გაიღვიძე? რა თქმა უნდა ჩემით, რატომ არის თქვენი კითხვები ასეთი სულელური? გახარებულმა გავიგვიძე და უცებ ბოგდანის სასუსათო მაღაზიის გამყიდველ დეიდა მარინას გავს. სწორედ მან გააკეთა ეს. შენ მოდი აქ. მეგობრებო, არ ვიცი რაზე საუბრობთ. ყველაფერი რაც მოხდა, მე არ გამიკეთებია. შენ გააკეთე. გაჩერდი, საწახვედი. მე არაფერი არ გამიკეთებია. ეს მე არ ვიყავი, არ ვიცი ვინ გააკეთა. მოდი აქ, გაჩერდი. გააღეკარი, ვიცით რომ ეს შენ გააკეთე. სწრაფად გააღეკარი. გონია მე მსიამოვნებს მარინოჭკასავით სეირნობა სასუსათო მაღაზიაში? ვინ მაჩუქებს ახალ შორტებს, დამშვიდით, კარს არ გავაღებ. რაღაც მოიფიქრეს და მეც უნდათ რომ ამაში ჩამთონ. მე არაფერი გამიკეთებია და არც არავის შევხები ვარ. ნუ დავაბრალებთ ამ ყველაფერს. რა აიძულა მათ ეფიქრებინათ რომ ეს ყველაფერი მე გავაკეთე? რა უნდათ ჩემთან? შვიდად მეძინა, არავისთვის არაფერი დამეშავებია. ძალიან მაგარი დილა გამითენ და უკვე მაწყენინეთ. და როგორ ჩაიარა თქვენმა დილამ? ჩემო ძვირფასო საყვარელო გამომწერებო. დაწერეთ კომენტარებში, ძალიან საინტერესო იქნება რომ წავიკითხოთ. ჩვენ ვერ დავიჭირეთ. ძალიან დავიღალე. როგორ დავიღალე ამ ხუმრობებით? ისინი უკვე კანს მიშრობენ. მართალი გიფაწუხელ ნიკოლმა ნამდვილად გადააჭარბა. მე პირადად არ მაწუხებს რაიმე უწყინარი ხუმრობა, მაგრამ ეს უკვე საშინელებაა. ჟენია, შავლის გამოსვლა არ გინდა? რაღაცნაირად ფშალია, არა უშავს. მე წავალ და სახეს დავიბან. ასე რომ, ამაღამ აღარ დავიძინებ რომ არ გამპრენკონ. მაშ ბოგდან, არ დაიძინო. მე როკი ვარ. არ ვიძინებ.
კარგი ძილის დროა, მაგრამ ამჯერად სხვაგვარად იქნება. ჯობია საფენი გავიკეთო, ამაღამ აუცილებლად მშრალი ვიქნები. ჩვენ გჭირდება დღევანდელი საღამო განსხვავებული იყოს. ხიზვად უნდა ვიყოთ. არ დავიძინებ. გაღვიძებული ვიქნები. არ დავიძინებ. მე არ დავიძინებ. არ დავიძინებ. მე გამარჯობა თეჰენ. ძალიან კარგი ხარ. თეჰენ. მოდია გაიწიე. დღეს დილითაც გაგალამაზეს? ო, მე გამეღვიძა და სახეზე ცეცხლი მეკიდა. მეგონა იქვე მოვკვდებოდი, სადაც ვიყავი. დღეს მაინც არ ჩავიფსი. კარგი, მაგრამ ცოტათი შეიძლება კი, მაგრამ არა უშავს. ჭუხელ ვიღაცამ კბილის პასტაც წამისვა. თუ ჩვენ სამივეს გავყასდეს, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი გააკეთა ნიკოლმა. რა კარგი დილა, მაგრამ მიყვირის იქ. მე როცა არ მღვიძავს, ისინი მაინც და მაინც მაშინ გიждდებიან ხოლმე. ისინი ჩემს დღეს ვერ გაანადგურებენ. როგორ შეგეძლო ამის გაკეთება? ისევ გააკეთე. ბაოსრებო, რა ხდება? რატომ მიყვირით? ნუ იქცევი ისე თითქოს არ იცი რა ხდება. გულახდილად მითხარი, დღეს კბილის პასტით გაიღვიძე თუ არა? ბოდია, ვეხარ. ვინ იღვიძებს კბილის პასტით? ისე მას კბილის გახიხვა უწევს ხოლმე, რომ პირში სუნიანი არ იყოს. ხო, ზლატოჩკა. ჩემი პირის სულ სუნიანი არ არის. ო, ყველას გვახსოვს ისეთი შემთხვევა. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რომ ეს შენ გააკეთე და შეწყვიტე ისე მოქცევა, თითქოს არაფერი იცი. ჩვენ გაბრაზებულები ვართ შენზე. კარგი, ერთი ღამე ფრენკები და მეორე ზედიზედ, ეს უკვე ძალიან ბევრია. მე ხალხო არც კი ვიცი რა ხდება. გამორბი ხართ აქ ჩემთან და მეჭხუბებით და მიყვირი ხართ. მე კიდე არ ვიცი საერთოდ რა ხდება, არავისთვის არაფერი დამეშავებია. მიზეზიც კი არ მაქვს. კარგი, თუ არ გინდა აღიარება, მაშინ ჩვენ მეგობრები აღარ ვართ. ხო. და ნუ მეგობრობთ ჩემთან. ისე მე არ მჭირდება თქვენნაირი მეგობრები. რაღაც მოიფიქრეს და მე დამცინიან. მაშინ ჩვენ წავალთ. როგორ დამღალა ნიკოლმა თავისი ხუმრობებით? ის ყოველთვის დაგცინის. ო, ჩვენ რეალურად მეგობრები ვართ და მას შეუძლია ასე ადვილად დათმოს ჩვენი მეგობრება ხუმრობების გამო. მე ნამდვილად არ ველოდი ამას მისგან. ყოველთვის კარგი გოგო იყო. მეგონა რომ ყველაფერს იტყო და აღიარებდა, რადგან მე მასთან ყველაზე ახლოს ვარ. რა? ის ხომ ჩემი და სინამდვილეში მე ვარ მასთან ყველაზე ახლოს. რა თქმა უნდა, მე რეალურად ორჯერ მეტი ვიცი მისი საიდუმლოებების შესახებ, ვიდრე შენ. რა? მე და ნიკოლი რეალურად ყველაზე ახლო მეგობრები ვართ. ის ისე უცნაურად იქცეოდა. რას გულისხმობ? ნიკოლს დიდი ხანია ვიცნობ. ჩემი ცხოვრების 11 წლიდან მე და მან 10 წელი ერთად გავატარეთ. ერთ თითებში დამჭამდით, ერთ გარშოკში ვისაქმებდით. მე ყველაფერი ვიცი მის შესახებ. მე მინდა იმის თქმა, რომ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ის დაბნეული იყო. თითქოს ეს მას არ გაუკეთებია. თითქოს მან მართლაც არ იცოდა თუ რეალურად რა მოხდა. ანუ შენ ახლა მას იცავ. არა, არ ვიცავ, მაგრამ ჩვენ არ გვინახავს, რომ ყველაფერს ნამდვილად ისაკეთებდა. თუ ქურდს არ დაიჭერ, ქურდი არ იქნება. შესაძლოა მან ეს არ გააკეთა და სხვამ გააკეთა. ო, ვინ? დედამ? ან ბებიამ. იქცებ კიკი მან მაიკლმა გააკეთეს ეს ყველაფერი. ალბათ ბებიამ. ჩვენ უნდა დავიწყოთ თვალთვარი. თუ ზედიზედ 2 ღამეა ვიღაც გვეხურება, ის დიდი ალბათობით დღესაც იგივეს გააკეთებს. ამიტომ მზად უნდა ვიყოთ. ჰეი, მომწონს შენი იდეა. კარგი, მოდით უთვალთვალოთ ფრენკერს. მაგრამ თუ ეს ნიკოლია, ყველაფერი ძალიან ცუდი იქნება. ყველაფერი ძალიან ცუდი იქნება. ჩვენ მეგობრები აღარ ვიქნებით. და თუ ბებია? მაშინ ჩვენ მას ომს გამოუცხადებთ. მორჩა, საქმეში ერთვება ჩვენი სათვალთვალო ჯგუფი. წავიდა! კარგი, მოვედი. დადი, დივაზე დაჯექი. სად არის ჟენია? ისიც აქ უნდა იყოს. მან თქვა რომ დროზე მოვა. მე აქ ვარ. ჯენიას რომ არ ვიცნობდი, ახლა შიშისგან ჩავიფსამდი. მაშ რა არის გეგმა? ახლა მთელ სახლს ძინავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ახლავე შეგვიძლია თვალყურის დევნება დავიწყოთ ყველაფრისთვის. შიგდენაში სიარულს ვერ შეძლებს. ჩვენ 100%-ით დავინახავთ შუქს და შემდეგ დავიჭერთ მას. თუ ეს ნიკოლი კი არა, ჩვენი ბებია? ის ძალიან მაღალია, როგორ დავიჭერთ მას? ბებოს დამოუკიდებლად მივხედავ. კარგი, ჩვენ უნდა დავიკავოთ შესაფერის პოზიცია და დაველოდოთ. როგორ ფიქრობ, რამდენი ხანი დაგჭირდება? ფიქრობ, ეს მალე მოხდება.
თქვენზე წოლა ისეთი თბილია. მომეცი 2 წამი და უფრო გავათბობ. არ გაბედო. შეხედე, ვიღაც მოდის. ვიცოდი. ავიდეთ აქედან. შოკში ვარ. არ მეგონა რომ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო. ყოველთვის ფიქრობდი რომ ეს შეიძლება ვინმეს დამართნოდა ნიკოლის გარდა. მითხარით რაზე ლაპარაკობთ? რას გულისხმობთ? რა სჭირს მას? რა ხდება? ნიკოლი მთვარეული გახდა. ეს რა არის? ადამიანს ძინავს, მაგრამ ნახევრად. ანუ მას შეუძლია ძილში სიარული, ყველაფრის გაკეთება გაღვიძების გარეშე. ანუ ეს ყველაფერი მაშინ ხდებოდა, როდესაც მას ეძინა? ო! ალბათ ეს იზრებოდა სიზმარი ეგონა, ეს ყველაფერი კი რეალურად იყო. მან არ იცოდა. პრინციპში დამნაშავეა, მაგრამ აღმოჩნდა რომ არა, რადგან მან ეს ყველაფერი უგონოდ გააკეთა. მან არაფერი არ იცოდა. ჯანდაბა შოკირებული ვარ რომ ეს ხდება. აქ რას ვხედავთ? ნახოთ რას გააკეთებს. ხო, მოდი წავიდეთ მასთან. ასაკეთებს? მან ნუტელა აიღო. ჩემი ნუტელა, ოღონდ ჩემი ნუტელა არა. შეხედე, მან რაღაც დაწერა. რას ნიშნავს ეს? დაგავისვათ კითხვა? ზლატას პრიუს ბოგდანი უდრის სიყვარულს. ეს ნიშნავს რომ მე და შენ ესენი ვართ. კარგი რა, ნიკო. რა, არც კითხვა ხმამაღლა. რა მოხდება თუ ჩემი ტეჰენჩიკი შეხედავს ამ ვიდეოს და იფიქრებს რომ სხვასთან ერთად ვარ? და ამის შემდეგ აი მანზე ვეღარაც დროს არ მინდა ჩემ მალე დიდი ანოჭკა მიფიქროს რომ ვიღაც სხვასთან ერთად ვარ. დამშვიდი, შენ საერთოდ არ იქნები მასთან. ერთ დღეს იგი მე ვნახავს და მიხვდება რომ მთელი ცხოვრება მე მელოდებოდა. დაწერეთ კომენტარებში როგორ ფიქრობთ, ბოგდანს შეუძლია ლედი დიანას შეყვარებული გახდეს? იმუშავებს ეს წმინდა კავშირი? შეწყვიტეთ კამათი, ვნახოთ რას აკეთებს ნიკოლი. ის აქ დადის, არაფერი საინტერესო. უცნაურია, თვალები ღია აქვს, მაგრამ საერთოდ ვერ ვხედავს. ახლა ის უგონო მდგომარეობაშია. ის მხოლოდ იმას აკეთებს, რაც ეს იზრდება. ანუ ის ახლა ვერ ვხედავს? კი, ასე გამოდის. სასაცილოა, შენი საყვარელი პალეტრა გავტეხე. შენ ვერ ვხედავ. არ გესმის ჩემი. მე გავტეხე შენი პომადა. მე დავამტრიე შენი ნივთები. მე დავლეწე კიდევ ერთი შენი საყვარელი პალიტრა. ნანა. უბრალოდ ხარისობდი. შენა შეგიძლია ამის გაკეთება. შეიძლება დაარღვიო მიცი ზილი, მაგრამ მაშინ შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მივიღოთ. შეიძლება საერთოდ ვეღარ გაიღვიძო. რა? არ ვიცოდი. ნახოთ რას გააკეთებს იგი შემდეგ. და რას აკეთებს ის ახლა? მან ლენტი აიღო. ნიკოლი ძილში უბრუნდება ტანვარჯიშს. ახლა ხვდები რატომ მიატოვა ტანვარჯიში. გაჩუნდი, მაყურებელს მისი დაბრუნება სურს. ნეტა შეჯიბრიეს იზრება თუ ვარჯიში? გაყევით. ხო. სად წავიდა? გონი ტუალეტში. მე მასი არ გავყვები. რა იღო მან? ტუალეტისგან ხალდი მგონი. ის უბრალოდ აქ გააკეთებს ამას? იმედია არა. შეხედე, აი ახლა ცხუმრობს. მეც ვესროდი მას ამას უკან. ოჰო, ის სადღაც მიდის. ეს დედას ოთახია. მოიცა! აპირებს დედა გაპრენკოს? შეგვიძლია მისი შეჩერება? დედა მას ცემს და არ დაიჯერებს რომ ის მთვარეულია. მთვარეულებს არ უნდა შევეხოთ ძილის დროს. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვუყუროთ და დავრწმუნეთ რომ ის უსაფრთხოდაა. მაშინ წავიდეთ. წადი.
რას აპირებს? ის აპირებს საკუთარი ცხოვრების დანგრევას და არც კი იცის ამის შესახებ. ჯანდაბა როგორ შევაჩეროთ იგი? თუ მას ახლა შევაჩერებთ, შეიძლება დედაც გავაღვიძოთ. მაშინ ჩვენ ყველანი შაში ეს ვიქნებით. ცუდია, იმიტომ რომ თუ დედა გაიგებს რომ ღამით მის ოთახში ვართ, ჩვენი საქმე ცუდად იქნება. რჩება მხოლოდ ყურება. მან უბრალოდ აიპოცა. ხო, ისევ ჩაეძინა. როგორც იქნა, ჩვენ საკმარისზე მეტი დრო გავატარეთ მასთან. დაბლა ჩავიდეთ, ვნახოთ რა სიზამს შემდეგში. ბავშვებო, მე მაქვს იდეა. რა იდეა? რაზე ლაპარაკო? შეუძლიათ თუ არა მთვარეულებს ძილში საუბარი? კი, შეუძლიათ. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი შესაძლებლობა გავიგოთ, რას ფიქრობს ნიკოლის სინამდვილეში თითოეული ჩვენგანის შესახებ. გაჩერდი, ანუ გინდა ისარგებლო მისით როგორც მთვარეულით და გაიგო ყველაფერი, რასაც ის ჩვენზე ფიქრობს? ხო, ისე ეს არ არის სამართლიანი, სახლა ძალიან დაუცველია, ის უკონტროლოა. ხო, არ ვიცი, ძალიან უცნაურია. არა. არაფერი ვკითხოთ მას, ჩვენ მას არაფერს ვკითხავთ. არა, საერთოდ არა. გაიქეცი. აუცილებელია მისი მთვარეულობის ფაზა გავააქტიუროთ, მაგრამ იგი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავაღვიძოთ. შეხედე რა საყვარელია ძილის დროს. გამიგია რომ ძილში მოსიარულეებს შეიძლება მოუღუტუნოთ და სულებით არ გაიღვიძოთ. მიდი უფრო სწრაფად. გააქტიურდა. ეგ არის. აბა ვკითხოთ რას ფიქრობს ის სინამდვილეში ჩვენზე. ნიკო, გთხოვ, მითხარი, რომელია ჩვენთან ყველაზე სულელი? ყველაზე სულელი ჩვენ შორის არის შენია. რა? მე არ ვარ ყველაზე სულელი და ყველაფერი რასაც ის ამბობს ის სულელია. დამშვიდის გონზეც კი არ არის. ნიკოლ, მითხარი, რომელი ჩვენგანი წავა პირველად პაემანზე? სულ პირველად. ვის ეყოლება პირველი შეყვარებული? არც ერთ თქვენგანს არ გეყოლებათ. ზლატა ვერასოდეს იპოვის კორეელს, იმიტომ რომ კორეელებს იგი საერთოდ არ მოსწონს. რატომ? მე საყვარელი ვარ. შენ ხარ ის, ვინც ფიქრობს, რომ საყვარელი ხარ და კორეელებს მეტი სჭირდებათ. რას ამბობ? ესა შეესაბამება სიმართლეს. მე მეყოლება კორეელი. ჰო, პეპელა, მას უბრალოდ ძინავს, გახსოვს როგორ მითხარი? და მე როდის შევხვდები ჩემს სიყვარულს? ლედი დიანა ალას დროს მოგაქცევს ყურადღებას. მას მდიდარი და ძლიერი კაცი სჭირდება. შენ კი ქათამი ხარ. ნიკოლის სიტყვებში არის რაღაც სიმართლე. არა, მართალი, დიანოჩკასთან ვიქნები, ერთად ვიქნებით და სამუდამოდ ვიცხოვრებთ ერთად. ის ჩემი იქნება. მე მას ასე დიდხანს ჩავეხუტები. დავიღალე ამ ყველაფრით, მოდი გავაღვიძოთ იგი. თქვენ თქვით რომ მისი გაღვიძება არ შეგვეძლო? არ მაინტერესებს, მოდი გავაღვიძოთ იგი. ნიკოლ, გაიღვიძე. ნიკოლ! ჯანდაბა ის არ იღვიძებს. გუგლში ჩავწეროთ როგორ გავაღვიძოთ იგი. მოდი გავაკეთოთ. როგორ გავაღვიძოთ მთვარეული ადამიანი. რა წერია უფრო სწრაფად წავიკითხოთ. ნათქვამია რომ მთვარეულებს შეუძლიათ ჩვენი მოსმენა. რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ ყველაფერი მოისმინონ ხოლმე. მათი ხმაურით გაღვიძება უსაფრთხო არ არის. ჩვენ უბრალოდ უნდა უთხრათ მთვარეულ ადამიანს ისეთი რამ, რომ მასზე შოკი მოახდინოს. რა შეიძლება მოახდინოს მასზე ასე დიდი რისთაბეჭდილება რომ გამოიღვიძოს? არსებობს ერთი იდეა, მაგრამ მას შეიძლება ძალიან სასტიკი შედეგები მოყვეს. რა იდეა? მე გეტყვით რა რაც უნდა გავაკეთოთ. რა? ეს გააგვიძებს მას. კარგი, ნიკოლის გულისთვის, მოდით გავაკეთოთ ეს. ნიკოლა, არ გვინდოდა შენთვის ამის თქვა, მაგრამ დრო აგითხრათ. ჩვენ არხიდან მივდივართ. რას გულისხმობ? მოიცადე, გაჩერი, სად მიდიხართ ყველა? რას გულისხმობ? გადავწყვიტეთ რომ მის ნიკოლის არხი დავტოვოთ. რატომ? როგორ? ჩვენ გვინდა რომ მთვარეულებისგან გადაგარჩინოთ. რა არის ეს სისულელე? როგორ არის შესაძლებელი ვინმეს გადარჩენა მთვარეულობისგან? მე არ ვარ მთვარეული. ბავშვებო, ფიქრობ რომ მან ნამდვილად გაიღვიძა. ო, გამოგვივიდა. ისეთი უცნაურები ხართ, რა თქმა უნდა, არაფერი გამოგივიდათ. მე თავიდანვე გეხუმრეთ. ეს ხუმრობა იყო. რას გულისხმობ? რა ხუმრობა? მოდი რა, დაიჭინეთ. 3-2-1-0 თქვენ მის ნიკოლის არხზე ხართ. მადლობთ რომ მოგვირეთ ამ ვიდეოს ბოლომდე და გავიწევთ ფოსონება და ჩვენ გავიქეცით ნახვამდის. მეგობრებო, ჩვენ ვიცით რომ ბევრი ადამიანი ძილში დადის და არც კი ესმით მათ რომ მათ ზინავთ. ამ ადამიანებს მთვარეულებს უწოდებენ. და ისეც ხდება რომ გონიათ რომ ცხოვრობენ ნორმალური ადამიანებივით, მაგრამ რეალურად ზინავთ. და ჩვენ ზუსტად ვიცით რომ ამ ადამიანებს არ შეუძლიათ არხების გამოწერა. ასე რომ არსებობს ძალიან მაგარი გზა იმის შესამოწევლად გძინავთ თუ არა ახლა. ახლავე დააწყაყუნეთ გამოწერაზე ან მოიწონეთ ვიდეო.
თუ აღს გამოიწერთ და ღილაკი შეიცვლება და ნაცრისფერი ფერის ღილაკი გახდება და დალაიქებასაც მოახერხებთ და ზარის ღილაკიც. ესე იგი თქვენ არ გძინავთ. გილოცავთ. მიდით ახლავე შეამოწმეთ გძინავთ თუ არა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი დააჭირეთ მოწონებას ან გამოწერას. ნახვამდის ყველას.